მოგესალმებით კიდევ ერთხელ. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენი მსმენელიც კარგად გარკვეულია თუ რა პროდუქტია მათთვის მავნე ან სარგებლობის მომტანი, თუმცა როგორც სურსათისმცემლობის ესეთი ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტი, მინდა გირჩიოთ, რამოდენიმე ესეთი მარტივი რჩევა იქნება. კიდევ ერთხელ მეორდები, ეს შესაძლოა იყოს ყველასთვის უკვე ცნობილი, მაგრამ ახალს რას გამოვიგონებთ ისეც. ზუსტად ახლა თქვენი კოლეგა სწორად ამბობდა ექსკურსიის დროს და თქვენც იხსენებდით, რომ მიქონდა ხაჭაპური, ლობიანი ესეთი პროდუქტები, რომელიც ხანგრძლივად, შედარებით ხანგრძლივად ინარჩუნებს თავის იერსახეს, გემრიელით რჩება და ადვილად არ ფუჭდება. ზოგადად ესეთი სურსათისმცემლობის კუთხით ესე ითვლება, რომ ის პროდუქტები, რომელიც მალფუჭებადია, ესეთ სახელწოდებით მალფუჭებადი, ჩვენ კარგად ვიცით, რომ მაცივარში უნდა შევინახოთ, ხო? არის პროდუქტები, რომელიც ესეთი საშუალო დიაპაზონში ინახება, თქვათ იგივე ლობიანი ხაჭაპური, ის შესაძლოა, რომ 20-25 გრადუსზეც კარგად შეინახოს 1-2 საათის განმავლობაში და საფრთხე ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ არანაირი არ მოგვიტანოს და არსებობს ისეთი პროდუქტები, რომელიც აი ხანგრძლივად ინახება მაგალითად და აბსოლუტურად უსაფრთხოდ შეგვიძლია რომ იგივე ხილი და ბოსტნეული ვაშლი შეგვიძლია ხანგრძლივად შევინახოთ, ხო, ესეთი ჭირი შეგვიძლია ხანგრძლივად შევინახოთ. ამიტომ, როდესაც მივდივართ ექსკურსიაზე, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ძალიან მაღალი რისკის პროდუქტები, როგორც არის მაიონეზიანი საკვები, აი მე მინდა რომ რეჟისორს ვთხოვ, რომ პირველი გრაფიკა დაგვიბრუნოს ახლა, სადაც არის მალფუჭებადი პროდუქტების ჩამონათვალი და ნაბიჯ-ნაბიჯ ესე ფეხდაფეხებ მიუყვეთ ამ ჩამონათვალს მაიონეზით მომზადებული. კი ბატონო, ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგად შეგირჩევიათ ზუსტად, ეს არის ზუსტად აი ყველაზე სახიფათო პროდუქტი მაიონეზიანი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აღებული ექსკურსიაზე ბავშვებისთვის და თუ ამას მაინც და მაინც გადავუწყვეტ და აუცილებლად უნდა წავიღოთ, მაშინ ის უნდა იყოს ისეთ ტემპერატურულ პირობებში, როგორც სტანდარტულად მას ეკუთვნის, ანუ არა უმეტეს 6 გრადუსზე და ჩვენ ექსკურსიაზე ამის საშუალება თუ გვაქვს, რომ სამაცივრო განყოფილება აქვს ჩვენ ავტობუსს და შეიძლება რომ იქ რაღაც შევინახოთ, კი ბატონო, მაგრამ ისე აბსოლუტურად ზედმეტი თავის ტკივილია და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა, ასე ვთქვათ, არ უნდა წავიღოთ ექსკურსიაზე. აგრეთვე სწორად გვაქვს შერჩეული რძედარძის პროდუქტები, თუ ეს არის პასტერიზებული რძე და თუ მაინც და მაინც ვიღაცას უნდა რომ ეს რძე წაიღოს, თუმცა მე ექსკურსიაზე არც კი გამიგია რომ რძე ვინმეს მიქონდეს, ეს რა თქმა უნდა არ უნდა წავიღოს. მოხარშული კვერცხი იმისგან მიუხედავად რძის პროდუქტებს შორის ხშირად მოვიაზრებთ ხოლმე იგივე ყველს. დიახ. აი ამ შემთხვევაში ვთქვათ, ვიცით რომ აი თონის პურთან მიმართებაში ხშირად იყენებენ ხოლმე ყველს და ასე სენდვიჩის სახეს აძლევენ ხოლმე ამ ორი პროდუქტის კომბინაცია. რა თქმა უნდა, კარგი იქნება ყველის წაღებაც, თუ ეს ყველი არის მაღალმარილიანი და მარილი, როგორც ვიცით, თავად არის კონსერვანტი და ის ვთქვათ რაღაც გარკვეულ დროის განმავლობაში ჩვენთვის უსაფრთხო, ამიტომ წავიღოთ ეს თონის პური, ქართულ სამზარეულოში გვაქვს მრავალ ისეთი პროდუქტები, რომელიც კარგია საექსკურსიოდ, წავიღოთ თონის პური. ხო, თუნდაც. თუ მაინც და მაინც გვინდა რომ ჩვენ თვითონ გავიყოლოთ ეს ყველი, წავიღოთ ეს ყველი, მაგრამ მაღალმარილიანი და თუ შესაძლებელია ქართულ რასაც ვეძახით, აი ქარხნული ყველს რასაც ვეძახით, რომ მაღალი მარილის შემცველობით არის, მაგრამ მაინც არ დაგვავიწყდეს, რომ მარტივად შეგვიძლია რომ ჩანთაში ჩავაყოლოთ გაყინული ბოთლებში წყალი, იყოს გაყინული და დავალაგოთ ზევიდან ეს პროდუქტები, რომ რაღაცნაირად უფრო მეტად შეინარჩუნოს იმ დროს განმავლობაში, ვიდრე ჩვენ მივალთ დანიშნულების ადგილამდე, მანამდე რა იყოს. დაჭრილი ბანანი, ну რა თქმა უნდა, დაჭრილი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა წავიღოთ ჩვეულებრივად ხილი, ბანანიც, ვაშლიც ძალიან კარგია რომ წავიღოთ, მაგრამ არა დაჭრილი არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ თუ წავიღებთ აუცილებლად გარეცხილი წავიღოთ, იმიტომ რომ ექსკურსიაზე იქ სადაც მოვხვდებით, შეიძლება ან ტყე იყოს რაღაც ისეთი პირობები, რომ არ იყოს სასმელად განკუთვნილი წყალი და ნუ გავრეცხავთ იქ ადგილზე, წავიღოთ გარეცხილი და იყოს, ასე ვთქვათ, მშრალი ეს. ზღვის პროდუქტები, ну რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, სუჩს და ორაგულს რო არ წავიღებთ, ეს ალბათ ყველა მიცის, ну ავოკადოც რა ვიცი, ანუ რა უნდა გავუკეთოთ იქ ავოკადოს არ ვიცი, დაჭრილი პომიდორი, არ წავიღოთ დაჭრილი პომიდორი, წავიღოთ პომიდორი, რომელსაც დავჭრით, მაგრამ თუ ჩვენ გადავწყვეტ და ეხლა ძალიან მიღებული პრაქტიკაა, რომ სათითაოდ ყველა ადამიანისთვის, ბავშვისთვის, ვინც მიდის ექსკურსიაზე, თავისი ლანჩბოქსებით, პატარა ყუთებით არის ხოლმე, ესე იგი, მოწოდებული ეს პროდუქტი, პატარა დასახელება სახელსაც კი უწარენ ხოლმე
ხოლმე ბავშვებს მიაწევებენ ხოლმე ეს გიორგის ან ეკას ან ვიღაცის პროდუქტია ხო ესეც შეიძლება თქვა სახელობითი რო იყოს მან ხო ძირითადად დაჭრილს ატანენ ხო აი მაგ შემთხვევაში უკვე შეიძლება ან ნუ დავჭრით და იყოს ჩერი ხო წვრილი დაუჭრელი პომიდორი იყოს და ნუ იქნება ან კიტრიც ხო იყიდება თქვა პატარა ზომის და იყოს ისეთი ზომის დაჭრილი პროდუქტი ყოველთვის უფრო სახიფათოა იმიტომ რომ მას შეეხო დანა ის უკვე გახსნილია და რაღაც ესეთი მალფუჭებადი ხდება ამასთანავე და ეს კი არა სახლის პირობებში სამაცივრე პირობებშიც კი დაჭრილი პროდუქტი არა განსაკუთრებით თუ უკვე აღარ არის დაჭრილ პროდუქტს კიდე მწვანილი აქვს თავისი საფრთხე შეიტანა უკვე მწვანილმაც ხო როგორი გარეცხილი იყო და ასე შემდეგ ამიტომ რა თქმა უნდა არ გვინდა ეს დაჭრილი მოხარშული ბრინჯი თუ ჩვენ თეთრი ბრინჯი გვიყვარს რა ვიცი ანუ მე არ გირჩევდით მოხარშული ბრინჯის წაღებას იმიტომ რომ ჯერ ეგეთი ძალიან მალე ფუჭდება და მე საჭმელათაც არ არის მოსახერხებელი ისეთი ტიპის სურსათი უნდა წავიღოთ რაც ადვილია გამოსაყენებლად რა მარტივად შეიძლება რომ მივირთვათ ზედმეტად არ დავისვრებით წავიღოთ ერთჯერადი ხელსახოცები და ესე ვასიამოვნოთ ჩვენი ბავშვი ესე იგი მალფუჭებადი საკვები გარკვეულწილად ჩვენ ჩამოვთვალეთ კიდევ ერთი გრაფიკა გვაქვს მომზადებული და რაღაცა მინდა ამოვწუროთ ის პროდუქტები რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავეკაროთ ექსკურსიების პარალელურად და თავიდან უნდა ავირიდოთ ისინი და საკვები რომელიც მგზავრობისას ქმნის გარკვეულ დისკომფორტებს და შემდეგ აუცილებლად მინდა რომ ქათმის ხორცთან დაკავშირებით კითხოთ იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან დიდია ამ თვალსაზრისით ეხლა რაც შეეხება წვნიან ხილზე ნუ რა თქმა უნდა საზამთრო დაატამი თუმცა ხშირად ექსკურსიაზე უყვართ ხოლმე საზამთროს დაატამის წაღება მაგრამ რეკომენდაცია იქნებოდა რომ არ წავიღოთ იმიტომ რომ მის დაჭრას კიდე საზამთროს გარეცხვას დაჭრას ჰიგიენურად საფრთხე მოაქვს არა იმიტომ რომ საზამთრო ვერ ინახება ტრანსპორტში ყველაზე კარგად საზამთრო ინახება მაღალ ტემპერატურაზე მაგრამ როდესაც ჩვენ მას გადავამუშავებთ დავჭერთ აი უკვე მასში ხდება საფრთხეების შეტანა და განსაკუთრებით როცა საუბრობთ ბავშვთაკვებაზე ჩვენ რომ წავიდეთ ექსკურსიაზე კიდე ესეთი მაღალი რისკი არ არის მაგრამ ხო ვიცით ეს მოწყვლადი ჯგუფები რაც არის ხო ყველაზე სახიფათო ორსულები ბავშვები მოხუცები აი ამათ კვებაში ესე ნუ გამოვიყენებთ მე არ მეგულება ადამიანთა ჯგუფი რომელიც თქვათ იგივე მეგობრები გადიან ქალაქგარე და არ მიქონდეთ ამ საზამთროს სეზონზე დიდი საზამთრო მიაქვთ კი და ყველა ერთ-ერთი უმთავრესიც მდინარეში აგდებენ აციები რა თქმა უნდა ცივლად წყალში მაგრამ ჰიგიენურად სუფთა წყალში სუფთა დანით რა თქმა უნდა ეს ყველა მიცის თავისთავად ცხადია მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ კარგი იქნება რომ ეს რეკომენდაცია იყოს გამეორებული შოკოლადი თავისთავად ცხადია ის ძალიან ადვილად ტემპერატურაზე ლღვება დნება და არ გჭირდება ის დისკომფორტს ქმნის ძალიან ბავშვიც გვესურება და მაგის გარდა შეიძლება ნუ ინტოქსიკაციაც მოხდეს და დაჭრილი ბანანი ვაშლი ეს რა თქმა უნდა არა გადავიდეთ აუცილებლად იცი რა შეიძლება ითქვას რომ ახლა ორ თემას მიმოვიხილავთ პარალელურ რეჟიმში ანუ ექსკურსიების სეზონი აქტიურ ფაზაშია როგორც უკვე ვთქვით მაგრამ ამავდროულად იგივე ზრდასრული ადამიანებიც მე ძალიან მიყვარს ქალაქგარეთ გასვლას კი ბატონო და ფაქტობრივად ფული ესეთი სეზონია რომ სულ მოძრაობაში ვარ და რა ან რაღაც აგარაკისკენ მიდიხარ მოდიხარ ან თუნდაც ოჯახით სადმე მივდივართ ხო ქალაქგარეთ გადიხარ და ის ჩვეულებრივ რომელსაც გასცემს ეკა და რეკომენდაციები შეგიძლიათ რომ ორივე შემთხვევაში გამოიყენოთ პატარებთან მიმართებაშიც და თავიდან რომ ავირიდოთ ის დისკომფორტი რაც შეიძლება ინტოქსიკაციას მოყვეს და ეს ძალიან მარტივი იქნება თუ არასწორ რეჟიმში შევინახავთ ეკა აუცილებლად მინდა დავიწყოთ საუბარი ქათმის ხორცთან მიმართებაში მით უმეტეს ვიცით რომ აიგივე სენდვიჩები, ბურგერები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ხოლმე აი ამ მოგზაურობის და მგზავრობის პარალელურად შესაბამისად უნდა ვიცოდეთ ალბათ ხო იგივე აი ქათმის ხორცი მაგალითად რომელიც ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია რაც შეეხება ქათმის ხორცზე მე თავად მინდოდა და ამაზე გავჩერებული ყავ ხან ახეთ როგორ არის როდესაც ჩვენ ვამზადებთ ქათმს აგერ კულინარი ადამიანი პროფესიონალი გვიდგას და ვიცით რომ ქათმის დამზადებისას როდესაც ჩვენ მას ხარშავთ ის სრულად არის მოცული ის ვიცით რომ ტემპერატურა ნამდვილად მაღალი ზემოქმედების ქვეშ არის ადუღებულ წყალში და დუღს და იხარშება. პირველ რიგში თუ გავაკეთებთ არჩევანს მოხარშულ და შემწვარ ქათამს შორის, რა თქმა უნდა წავიღოთ მოხარშული ქათამი, იმიტომ რომ ის ნამდვილად ვიცით რომ ანუ დამზადებულია მაღალ ტემპერატურაზე და ეს საფრთხეები მოცილებული აქვს. მეორე მოხარშულ ქათამს ჩვენ შეგვიძლია რომ სენდვიჩიც ჩავდოთ, დავჭრათ და ვთქვათ იმ პურში და იმაში ძალიან ადვილად და უსაფრთხოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ. რაც შეეხება შემწვარ ქათამს, ჩვენ ვიცით რომ ქათამი და კვერცხი ზოგადად ეს პროდუქტები არის სალმონელას მაღალი
საფრთხის მატარებელი და აი ეს ტემპერატურა, რომელიც თქვენ აქ გიწერიათ 75 გრადუსი და 20 წუთია, ეს ტემპერატურა არის ის ტემპერატურა, როდესაც ქათამი ხდება უვნებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და თუ ჩვენ მაინც გადავწყვეტთ, რომ გვინდა რომ შემწვარი ქათამი და მეც ძალიან მიყვარს შემწვარი ქათამი წავიღოთ ექსკურსიაზე, მაშინ კარგად უნდა მოვამზადოთ და თუ ეს ქათამი მზადდება მშობლების მიერ სახლში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ მშობლებმა, რომ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით მოვამზადოთ ეს ყველაფერი, ხო? მაგრამ აქ მითითებული არის, რომ გამოაცხოთ. შეიძლება კი ღუმელში ვთქვათ, ხო? თუ ვთქვათ ვიღაცას არ აქვს ეს ღუმელი და შეუძლია ტაფაზეც რა თქმა უნდა და ხო არავინ ვიწამლებით ვთქვათ ტაფაზე შემწვარი ქათმით, მაგრამ თუ შესაძლებელია რა თქმა უნდა ჯობია რომ გამოცხეს და თუ ეს შემწვარი ქათამია, ის აუცილებლად უნდა იყოს სწორად და კარგად შემწვარი. ვიცით რომ აი დამეთანხმება რომ იქ ბარკალზე, ფეხზე ჩახვეწილი ხორცი, სისხლის ნაწილები რომ გადმოვიღებთ თებშზე არ უნდა იყოს ვთქვათ სველის და დიდხანგრძლივად ფერად. მივირთვათ ცოტა სისხლიანი ქათმის შემთხვევაში ეს კატეგორიულად აკრძალულია განსაკუთრებით როდესაც ჩვენ ბავშვებისთვის მგონք ამიტომ როდესაც ჩვენ ფიქრობთ რომ დავამზადეთ ეს ხორცი და ჩვენ არ გვაქვს ღუმელის საშუალება და გვაქვს მხოლოდ ცხელი გახურებული ტაფა რომ გადმოვიღებთ ამ ასე ვთქვათ ქათამს აუცილებლად დავაკვირდეთ ხანგრძლივად ხომ არ არის ის წვენი გამოყოფილი და რა შეფერილობის არის ეს წვენი რომ სრული და რა თქმა უნდა ნუ ეს ძალიან მარტივი ხო წესებია რომელიც ხო რა თქმა უნდა ქათამზე განსაკუთრებულად დიდი ყურადღება მივაქციოთ ქათამს ჩემი ძალიან დიდი თხოვნა. კი, არის კიდეც აღნიშნული რომ ერთადერთ ხორცი იყოს ოდნავ ნამიანი და არასველი. მაგრამ ძალიან მაინტერესებს აი მესამე საფეხურთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებთ აი მომზადების წესზეა რომ მოხარშეთ ფილე მარილთან, დაფნის ფოთლებთან და ნიორთან ერთად. არის თუ არა ეს დამხმარე საშუალება ეს ინგრედიენტები? მეცნიერულად ამის არანაირი დადასტურება არ არსებობს რომ მაინც და მაინც ნიორი და რამე ახანგრძლივს მithumetes მოხარშავ და რო ხარშავ შენამ თქვათ ფილეს ხო ის ტემპერატურა შენ მარილთან და რა ეწერა კიდე დაფნის ფოთოლთან და ნიორთან და იმასაც თერმოა დამუშავებს ამიტომ საფრთხები წყალი ადუღებული წყალი და ხანგრძლივი ხარშვა რა თქმა უნდა იმასაც აცილებს ამიტომ უბრალოდ გემრიელი თუ იქნება ახლა ეგეთი მაღალი ასე ვთქვათ რისკის დამთრგუნველი რა თქმა უნდა არ იქნება და ვიდრე ჩაალაგებთ ქათმის ხორცი გააცივეთ ბოლომდე თავისთავად ცხადია რომ იქ კონდენსატი არ უნდა იყოს წარმოქმნილი რომ ვიცით რომ სადაც არის წყალი იმ პროდუქტში რომელშიც წყალი არის დიდი რაოდენობით ის ძალიან მალე ფუჭდება და ადვილად არის აი ეს საფრთხის ქვეშ აი სულ რომ მარტივად დავხსნათ ვაშლი რამდენი ხანი ჩერდება და ვაშლის ხილი ხო ჩირი უბრალოდ ანუ ჩირი რომელიც წყლისგან გათავისუფლებულია და მასში წყლის რაოდენობა არის ძალიან მცირე ხო თითქმის არ არის და ვაშლი ხო ჩირი ხო უფრო ხანგრძლივად ინახება ხო ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ამიტომ უნდა ვიცოდეთ რომ იქ სადაც წყალია იქ სადაც ტენიანობა შენარჩუნებულია იქ აუცილებლად მაღალი საფრთხეა მიკრობიოლოგიური დაბინძურების და ეს სწორია რომ აი უნდა გამოვაშროთ კარგად გავაციოთ კონდენსატი არ დავტოვოთ და თქვენ რომ იცოდეთ იმ კომპანიებში სადაც ჰასპი არის დანერგილი და სურსათის აგენტო რომ მიდის ხოლმე შესამოწმებლად იქ სადაც კონდენსატია ხო იქ თვლიან რომ ეს არის კრიტიკული შეუსაბამობა და 500 ლარიანი ჯარიმით აჯარიმებენ ბიზნეს ოპერატორებს ანუ იმდენად მაღალ რისკს წარმოადგენს და აუცილებლად სწორად რა თქმა უნდა იმიტომ რომ წყალში მიკროორგანიზმები მრავლდება ხო და მაშინ როდესაც ხორცთან გვაქვს საქმე და ვთქვათ გვინდა რომ ერთ-ერთი კომპონენტი ქათმის ხორცი იყოს ამ შემთხვევაში იგივე გემრიელი რო იყოს ტემპერატურული რეჟიმი აქაც მნიშვნელოვანია დაცულიც რა თქმა უნდა მაგრამ მერე შემდგომ კარგი მოხარშვის შემდეგ აუცილებლად უნდა გავაშროთ კარგად ანუ გადმოვიღოთ და ის არ უნდა შეიცავდეს ვთქვათ იქ ზედმეტ წყალს და წვენს რომ შემდგომ ჩვენ შვილებს არ მოუტანოთ რამე საფრთხე ამიტომ გავფრთხილდეთ როდესაც გეგმავთ მოგზაურობას ან ვაშქრობებს საქართველოს სხვადასხვა წერტილში მაგალითად აი სალათებთან მიმართებაში საინტერესოა რა შეგვიძლია ვურჩიოთ ჩვენს ტელემაყურებელს კიდევ ერთი მომდევნო გრაფიკა მინდა რომ შევთავაზოთ ახლა რა მოგვიმზადეთ შემდეგი და აქაც ვიცოდეთ რა ტიპის პროდუქტზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი კი ბატონო, მოამზადეთ ცივი სალათები. კიდევ ერთხელ ცივი სალათების შენახვის ტემპერატურა უნდა იყოს სამაცივრე. თუ ჩვენ რამეს ისეც აი მაგალითად სალათს რისგან ვამზადებთ, გააჩნია რა გვაქვს, ხო? თუ იქ იღებს მონაწილეობას იგივე მწვანილი, სალათის ფურცელი, ანუ ესეთი ტიპის დამზადებული სალათი მაცივარში ხანგრძლივად შენახვისთვის არის, კი არა და არც კი არის განკუთვნილი და განსაკუთრებით ჩვენ თუ ოთახის ტემპერატურაზე სადმე წავიღებთ ასეთი ტიპის ცივ სალათს ჩვენ
საფრთხეს შევქმნით ჩვენ შვილებს, თუ ის ცივად არ იქნება შენახული და თუ მას არ ექნება სამაცივრო პირობები, ან ყინული, ან ისეთი, ასე ვთქვათ, ჩანთები, სადაც ყინულის განლაგება შესაძლებელი იქნება. გამოიყენებთ соуси, მაიონეზი, კატეგორიულად აკრძალულია. ნუ წაიღებთ. ტყემალი კი, მაგრამ ის ტყემალი თავის ბოთლშია მოთავსებული, რომელიც ვთქვათ უკვე მაღალი მჟავიანი პროდუქტი, ვთქვათ ნაკლებად საფრთხის შემცველია. წავიღოთ ტყემალი. ეხლა რაც შეეხება წავიღოთ გოჭი. მოკლედ ლიკუნა. ლაშქრობას თუ დავგეგმავთ ლაშასთან ერთად, გოჭი, ტყემალი და კარგი ბუინო. მე ისეთი ტყემალი იყო, მთელი გოჭი შემოჭამა. აჯიკაც. კიდევ იცით რა მინდა გითხრათ? ჩაბასტურმული ხორცი ხო აი საინტერესო აი ლაშაი ვიპოვეთ. აი გამოსავალი ვიპოვეთ. ასე ვთქვათ სამზარეულოსთან. რაც შეეხება ხორცს, ხო? ну რა თქმა უნდა პატარა ბავშვებისთვის ჩვენ რო წავიღოთ სამწოდე და მივირთათ, მაგრამ პატარა ბავშვებისთვის ძირითად საკვებად ნუ გამოვიყენებთ, ძირითად სურსათად ნუ გამოვიყენებთ წვაც, იმიტომ რომ წვაც იმის გარდა რომ თვითონ საბასტურმე ხორცით სწორად უნდა წავიღოთ დანიშნულების ადგილამდე და მე კარგად უნდა შევწვათ, რომ სრულად გავათავისუფლოთ ეს ხორცი თქვათ საფრთხისგან, ხო? ანუ ის რაც მიკრობიოლოგიურ საფრთხე, რაც ნედლ ხორცშია, ნედლად ხო აღჭამთ ჩვენ მას, ხო? აუცილებლად უნდა იყოს სწორად შესრულებული საბასტურმე ხორცის წაღების რიტუალი, ასე ვთქვათ. ის ცივად უნდა წავიღოთ აუცილებლად, მიუხედავად იმისა, რომ იქ ბასტურმა ნიშნავს, რომ იქ რაღაცა ხო მარინადში არის და ისიც, მაგრამ გავგვახსენდეთ, რომ ბავშვებისთვის მიგვაქვს და რა თქმა უნდა საფრთხის შემცველია. თუ ბავშვებისთვის არ მიგვაქვს, ამ შემთხვევაში მეტად თამამად წავიღოთ ჯანდაბას, ჩვენთვის წავიღოთ ცივად, ლაშას უყვარს ძალიან და შემდგომი კარგად სწორად შევწვათ, ეს რა თქმა უნდა, რომ სისხლი არ გაზრდიოდეს და თავისთავად არც დავწვათ, იმიტომ რომ ბავშვებისთვის ეგეც არ არის ასე ვთქვათ სასარგებლო, ხო ვიცით რომ ეს დამწვარი, ასე ვთქვათ, ნაწილები ისიც კანცეროგენულია და აგრეთვე უნდა გაგვახსენდეს, რომ ის ქონიანი ნაწილები, რომელიც შესაძლოა ვიღაცის შვილს არ რგებს, აი ის ნაწილებიც არ უნდა იყოს ზედმეტად ცხიმიანი, ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. უვნებლობასთან ერთად, რაც მიკრობიოლოგიურ საფრთხეს შეიძლება ვთქვათ, ის ცილა ცხიმი ნახშირწყლების რაოდენობა, რაც შეიძლება ჩვენ შვილებს ზოგს წავალთ ექსკურსიაზე პირობას გაძლევ რომ ყველაფერს გავითვალისწინებ და მარტო ჭრელ ნაჭრებს შემოგთავაზებთ. ნამდვილად და დავარიგოთ ჩვენი შვილები, რომ იმას, რასაც დედა სახლში არ აჭმევს, იქ შესაძლოა ამაზე ალერგიული რეაქცია აქვს, ან რაღაც გამოვლენა. ნუ ხო, ცირეწლოვან შვილებთან ჩვენ თვითონ ვიმგზავროთ, თუ არა და თავისი ლანჩბოქსები, რომელიც თქვათ სრულად მშობლებმა უკეთიციან, თქვათ რა არის მათი შვილისთვის სასიამოვნო, მაგრამ თუ გვინდა რომ ლამაზად დიდ სუფრას, ქართულ სუფრას და ასე ვთქვათ ჩვენი ადათ წესების და ლაშას რო უყვარს ისეთი წესების მიხედვით, ასე ვთქვათ, მივირთვათ, მაშინ უნდა აუცილებლად გავთხილდეთ და ეს რეკომენდაციები, რაც შესაძლოა ყველასთვის ცნობილი, მაგრამ შესახსენებლად მაინც კარგი იყო რომ ვთქვით, აი ეს ყველაფერი მაინც ვიცოდეთ, რომ ჩვენი შვილები ყავდეთ ძალიან ცოტა დრო გვაქვს, მაგრამ მაინც მინდა მოვასწროთ სენდვიჩები, რომელიც აღნიშნეთ, რომ ძალიან პოპულარულია და მინდა რომ ის ინგრედიენტები გავაცნოთ ახლა ტელემაყურებელს, რომელთაც შეუძლიათ რომ გაამრავალფეროვნონ, თქვათ ის სენდვიჩები, რომელსაც იგივე ექსკურსიების პარალელურად ატანენ ხოლმე საგზლად. რა თქმა უნდა, ჩვენ სენდვიჩი, რა თქმა უნდა, არაფერ საფრთხეს არ მოგვიტანს, თუ ჩვენ მას შევინახავთ სწორ ტემპერატურულ პირობებში. მოუხარშოთ ხორცი, ვიცით უკვე ხორცზე, ქათამზე ვისაუბრეთ, დავჭრათ თქვათ ეს ქათმის ნაწილები და ჩავალაგოთ ამ პურში, სასენდვიჩო პურში, ხო? ესეთი ტიპის ქათამი და ასე ვთქვათ, პური ჩავანაცვლოთ მოხარშული ხორცი. ძეხვით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ შესაძლოა ვთქვათ, მაინც ეტიკეტი წავეკითხოთ, თუ ის ოთახის ტემპერატურაზეც ინახება, რაც გამომშრალ ძეხვებს ხშირად ახასიათებს, მაშინ შესაძლოა, მაგრამ ისიც გაგვახსენდეს, რომ ესეთი ტიპის ძეხვები ყოველთვის მაღალი ცხიმის შემცველობით არის და სხვის შვილს რო არ მივაყენოთ საფრთხე, მაინც და ბავშვებს უყვართ ესეთი გემრიელი შეგემებული პროდუქტი, მაინც შევეცადოთ, რომ არ წავიღოთ ესეთი, ასე ვთქვათ, ძეხვეული. რაც შეეხება უმჯობესია პური იყოს გახუხულიო. გავხუხოთო და კი ბატონო, ნახეთ, ეს გახუხული პური, რადგანაც ჩვენ ტრანსპორტირებას, ასე ვთქვათ, განვიცდით სახლშიც ხო გაგუხია, მე ადვილად რბილდება ხოლმე, იმიტომ რომ ოთახიდან ტენიანობას იღებს. ამიტომ თუ ეს გახუხული პურია, მაშინ ზედმეტად გამომშრალი უნდა იყოს, ანუ თითქმის, ასე ვთქვათ, ორცხობილას, ეგრეთ წოდებული სუხარის, ასე ვთქვათ, კონსისტენციის უნდა იყოს. თუ არა და სიმართლე რომ გითხრათ, ის პური აუცილებლად ტენს აიღებს გახუხული ნაჭრები და მაინც დარბილდება და იმ საფრთხეს არანაირად არ მოგვაცილებს. ნუ წავიღებთ გახუხულ პურს. ჩვეულებრივ მდგომარეობაში პურის გატანებას მაინც ჯობია რომ აი კარგად დავასუხაროთ?
მაგრამ არ არის ისეთ რომ მე რო გითხრათ რომ ხა ვიღაცა სუხარის კნატუნს დაიწყებს იქ ყველას უყვარს ქართული პური და რაღაც ისეთი ყველი და ჩვენ მასშულმა ჩვენ რო წავიღოთ ესეთი დასუხარებული არა პირიქით აი პური ჩვეულებრივ მდგომარეობაში ჩვეულებრივ მდგომარეობაში პური არავით არ ასე თქვა საფრთხეს არავის არ მოუტანს იმიტომ რომ პურის შენახვის ტემპერატურა გავხსენოთ რა არის 6 გრადუსზე დაბლა არ უნდა ვინახავდეთ პურს თორე მაღლა შეიძლება რომ ვინახავდეთ და ამიტომ მიკრობიოლოგიური საფრთხე ქართულ პურს განსაკუთრებით არ ექნება გამომცხარ ლავაშს ჩვენებურს რა მაგას ვიძახი და ამიტომ წავიღოთ სენდვიჩში პურზე არის საუბარი თუ სენდვიჩის არის მაშინ შესაძლოა თუ რაღაცა წაუსვათ ხო ცოტა ანუ უკვე მზა მდგომარეობაში როდესაც соус წაუსმევ თუ სალათის ფოთოლს დაადებ ის უკვე რომ დასველდება და აი ის უკვე აღარ არის სასიამოვნო და სასარგებლო და აი არ უნდა დავასრულოთ იმიტომ რომ აქაც კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული რომ соус კეჩუპს მაიონეზს მსგავსი ტიპის პროდუქტებს ცალკე პური არა კრემყველი არის რეკომენდებული რომ თქვა გამოვიყენოთ ესე იგი არ არის გავიხსენოთ აი ყველაფერს შევხედოთ მეცნიერულად გავიხსენოთ რომ ვყიდულობთ ამას ხო რა ტემპერატურულ პირობებში ინახება კრემყველი ამ კრემყველს თუ აქვს მაღალი ტემპერატურული პირობების შენახვის ასე ვთქვათ ხო თუ 20 გრადუსამდე თუ ინახება რა თქმა უნდა ესეც სწრაფად ის არ გაფუჭდება 1 საათში 2 საათში ჩვენ საექსკურსიო დროს გულისხმობთ ხო ესე სწრაფად არ გაფუჭდება და შესაძლებელია რომ წავიღოთ მაგრამ თუ ჩვენ კრემყელზე გვიწერია რომ 2-დან 6-მდე უნდა ვინახავდეთ და ჩვენ ამ დროს 25 გრადუსიან მანქანაში და ზოგჯერ უფრო ცხელა ხოლმე ესე თუ დავდებთ რა თქმა უნდა იმის ილუზია არ უნდა გქონდეს რომ გაფუჭდება თან ჩვენს მიერ წაღებული სურსათი რასაც წავიღებთ დახურულ მანქანაში არ დავტოვოთ რა ექსკურსიაზე როგორც კი ჩავედით გადმოვიღოთ მანქანიდან რომ იმ გახურებულ მანქანაში არაფერი არ დავტოვოთ გადმოვიტანოთ და არ ასე ვთქვათ არ მივაყენოთ ზიანი ჩვენ შვილებს კი ბატონო და ხილის შემთხვევაში მე მაგალითად ვაშლი, ბანანი გავატანე, სტაფილოს ჭხირები ძალიან კარგად მოგსაუბრეთ. მაგალითად სწორად მოვიქეცი. აბსოლუტურად რომელზეც აი ხილის ჭირი ვისაც უყვარს ოჩარი გოგო ხარ შენ. კი, ოჩარი ნამდვილად აკო ძალიან. ჩურჩხელაც იდეალური არის ხოლმე ჩურჩხელაც არაჩვეულებრივია, ყველას უყვარს და საბამოს ეკაც ვესაუბრებოდი, თან გადაცემას ვამზადებდი და თან ჩემშულს გონებაში ვაკვალიანებდი ასე რომ იმედი მაქვს რომ ესე დაეხმარება ჩვენს ტელემაყურებელსაც ეს არის ნამდვილად სწორი რეკომენდაციები. რეკომენდაციები. ეკა მადლობა ძალიან დიდი. მადლობა თქვენ. როგორც ყოველთვის ბევრ საჭირო საკითხზე ვსაუბრობთ ხოლმე თქვენთან ერთად და კარგ რეკომენდაციებსაც ვიღებთ ხოლმე და შევხვდებით უახლოეს მომავალში და ნელ-ნელა ტემპერატურა იმატებს და ბუნებრივია ის პროდუქტები და საკვები, რასაც ვიღებთ ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველთვის სიფრთხილეა მათთან მიმართებაში და ყურადღება საჭირო და ზუსტად აი ამიტომ თქვენ ხშირად ხართ ხოლმე ჩვენს გვერდით და მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა თქვენ.